დღეს 1000 ლარისთვის შევეჯიბრებით მე და რუტო ერთმანეთს. უბრალოდ მე ვიქნები ბათუმში, რუტო კი იქნება თბილისში. იმისთვის რომ ჩელენჯი გავიმარჯვოთ, უნდა შევასრულოთ რამოდენიმე დავალება და ყველა დავალებას ექნება საკუთარი ქულა. მანამდე კი გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. ჩვენ კი ვიწყებთ. გეტყვით პირდაპირ რა, ახლა თბილისში არ წვიმა, მე ბათუმში არ ვიცი ახლა როგორი ამინდია, მაგრამ ყველაფერი არ ტალახიანი, მე ტალახიანი ვარ, მანქანას ტალახიანია და ამ ტალახში მოგვიწევს ახლა მოდიალი, სირბილი და ამ ქულების დაგროვება. დავიღალე ამ ფულის დაკარგვით, ანუ ყველა ჩელენჯი მაქვს წაგებული. ამ 1000 ლარის წაგებას მართლა არ მინდა რა და ამიტომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ რა, ანუ ფულს გამოვიმუშავებ და იუთუბერებს ვაძლევ, ფულს გამოვიმუშავებ, იუთუბერებს ვაძლევ. ეხლა აგიხსნით ჩელენჯის წესებს რა, ყველაფერს აქვს თავიანთი ქულა და მაგ ქულებსაც გეტყვი. თუ შეეხები მაგალითად ლურჯ მანქანას, დაგეწერება 1, თუ შეეხები ჯეტის სკროლს, დაგეწერება 1, შეეხები ტაქსის მანქანას, დაგეწერება 3, შეეხები პოლიციის მანქანას, დაგეწერება 5 ქულა. 15 ფეხბურთელს თუ ჩამოთვლი 30 წამში, დაგეწერება 3 ქულა. ჩემი თვალი მაგდადებული ტაქსის მანქანებზე, ანუ ეგ მომიხოდავს ბრატ ქულებს. ვაფშე არ მინდა ბრატ წაგება. მორალურად ამას ვეღარ გადავიდან, ბიჭო. 5-შულთან 1000 ლარი წავაგე. ახლა ბედბილასთან წავაგო კიდე 1000 ლარი, რა შეიძლება გავგიჟდი ბრატ. საერთოდ რო იცოდე ტაქსა პარკერი და ეგეთი რაღაცები თბილისში აღარ აქვს აიხანი. ამიტომ ახლა წავალთ მეტროსთან ყოველთვის განან ტაქსისტები. ხელს დავადებ ბევრს და რაღაც ქულებს ავიღებთ რა. ესეთი მსგავსი ვიდეო რუტოსაც უდევს დოთიაშვილთან ერთად თავის არხზე. იმ ვიდეოს ლინკი აღწერაში იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ. ხშირად არის როგორი სიტუაცია ნახეთ რა, ჯეტები ცალი ან 8 ცალი ერთად დგას ხოლმე და მაქსიმალურად ვეცდები რომ აი ეგეთ ტოჩკები ვნახო. 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 16 ქულა მაქვს უკვე. რუტო არ ვიცი რა საკეთებს, მაგრამ მე მგონი მარტო ჯეტებით მოვიგებ. ხედავ, ვაიმე რამდენი ტაქსია ბიჭო. Let's go! მე ხოძე ვარ, ბრატ. იქ სარაჯიშვილთან, ანუ სარაჯიშვილი. ეს ლურჯი ხო? ლურჯი და ცისფერი ვაფშე ძმები არიან, რო იცოდე ძმაო, ამიტომ მაღაზე 1 ქულა ვიღე. ახლა მე მჭირდება ტაქსები, ძმაო. 1 ქულა ხომ არ? აგერ დავადებ, ამას და იქნება 2, აგერ 3, აგერ 4. აუ რა გეგმით დავდივარ ჩემ. რამდენიც მოვკიდე უკვე არ ვიცი, მაგრამ ხომ მოვკიდე რაც თავარია. ეგ არის ძმაო, მეტი ტაქსი აღარაა. გამოდის გვაქვს 22 ქულა. ყველაფერში გვეხმარება ჩვენი ცუგიტო. მოდი მოგეფერო. ვეცდები რომ შემდეგ ვიდეოში ან რამოდენიმე ვიდეოს შემდეგ ეს ფული თუ მე დამრჩა, ვიყიდო ძალიან ბევრი ძაღლის საჭმელი და დავურიგო ქუჩის ძაღლებს. ეს ერთი ლურჯი მანქანა. არ ვიცი რუტო ამ მეთოდს იყენებს თუ არა, მაგრამ მე მაქვს ჯეტის აპლიკაცია ჩართული და სადაც ბევრი ჯეტია, იქ მივდივარ ხოლმე. აი ეს კიდე ერთი ცისფერი მანქანა. ლურჯთან ასოცირებული ყველაფერი შეგვიძლია რომ აღვიქვათ ერთ ქულას. 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25. ეს 26. Excuse me, can I touch it? Yes. Please, touch. No. Only touch. No. Why? Okay, not? touch. არაო და მაინც მივაყარეთ მაშინ აქამას. კიდე ერთი ლურჯი მანქანა. ერთი ესეთი ჩელენჯი გვაქვს რა. უნდა იყიდო ეგზოტიკური ხილი. ანუ მაგაზე არის 10 ქულა და 10 ქულა უნდა გავფარმოთ უეჭველი რა. წავიდეთ, ვიყიდოთ ეგზოტიკური ხილი, თან გავსინჯავ არაზუსტ არ გამისინჯავს და თან 10 ქულასაც დავიადებ რა. ეხლა დავიწყებ პირდაპირ ამ ჩელენჯით, რომ დამეწეროს 3 ქულა, ჩამოთვლით 15 ფეხბურთელს 30 წამში. მესი, ნეიმარი, რონალდო, ბაპე, მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, რობერი, რიბერი, მიულერი, ხავი, ინიესტა, პელე, მარადონა. კვარაცხელია ვთქვი? კვარაცხელია, ბარკოლა, დემბელე. So, hallelujah. ეს 28 ქულას პლუს 3 ქულა, ეს რამდენია? 31 ქულა. ფოდიში ლალიმას. წარმატებებს გისურვებ რუტო, დარწმუნებული ვარ რომ ამ ჩელენჯში მე მოვიგებ და შემდეგ ძაღლებს დავაპურებ. აქ უეჭველი უნდა იყოს რაღაცა რაც ჩვენ გვჭირდება რა, ეს არის ეგზოტიკური ხილები. აბა, აი ხედავ, აბა ეს რეებია. მანგო ხო არის ეგზოტიკური? აი მანგო ეგზოტიკურია, ფასიც ეგზოტიკურია, 16 ლარი არის, 20 ქულა, მანგუსტანი, ეს 30 ქულა, ფიზალისი უცხოური. ეს არ ვიცი რა ძმა, ვაფშე ხილია. აი აქ ავიღე ახლა 40 ქულა ჯამურად. ბანწითელ ბანას სად ნახავთ, ბიჭო, ეს არის 50. პეპინო უცხოური, ძმა, პეპინო. 60, 70. თვალში ვერ ვიყურები, ძმა. ჭე, ქუმ კვატიც უცხოური, არ ვიცი რა. ჯამურად ახლა აქ ავიღე 90 ქულა გამოდის რა, იმიტომ 90 ეგზოტიკური ხილი უნდა. ეს არის 112 ქულა, ძმა. ბაჯეტები გაიჩითა ძმა, უცებ პარკინგი ძმა. ეს 37 ქულა ბებე. ხალხს ამოტყოფი გონი. წავიდა. მალე ავიდეთ 50000 გავუნწ 40, 51, 42. ხახო, დაიმახსოვრეთ რა. სიფრთხილეზე მნიშვნელოვანი არაფერი არაა, როცა საჭესთან ზიხარ, 10 თავი და 20 ყური და 30 თვალი გჭირდება. თავს გზნოვში უმახერეთ, ეხა შემილია ეს. მე ჯეკპოტი და მეცაცა. ამაში ხედე 70, 71. 71 ქულა მაქვს უკვე ზმა. ეს ჯეტები მაგარი მოფიქრებაა, შენ ძმობას ვიცავ.
იასამნისფერი არ ყოფილა თეთრი ფერის რა. ანუ ძალიან ლამაზია და გემრიელი ჩანს, მაგრამ ახლა გემოზე მართლა როგორია, ახლა მაგას გავიგე. გემო მაინტერესებს მაგრად, აბა წარმატები ბრატ. უფრო ლამაზია ვიდრე ხოაზე ხარ გემოზე. ანუ დიას ბიჭარ ვისაც არ გაგვგანასინჯი, გეტყვით ახლა გემოს აგიხსნათ ზუსტად. უგემური კივი. წარმოიდგინე, პროსტა წყლის გემოთი რო იყოს კივი რა, წყლის გემოთი. იმენა ეგ არის რა. შიშუმუპირების პარკინგზე გავაჩერეთ ცოტა ხანი, მაგრამ არა უშევს. 2 წამი ეხარა ასუზავს მომას გა 2 წამი რამეს იზავს ხო? აი. 91 იყო? ბიჭო, რაღაცა ხდება ეხა და პოლიციის მანქანასთან მივატასავებ რა. და ხელსაც მოვკიდებ მაგით +3 ქულა. ჯეტები იყო კიდე ეს პოლიციის მანქანა შევეხე. მაშინ კიდე ერთი იჯდა და ცოტა ისე მეყურებდა. აი რას გუზნობდი, იცი, გვერდიდან სარკიდან მაკვირდებოდა რომ ეს ამ მანქანას ეს ახლოს რატო ჩაუვარაო. კი წვიმს ახლა, მაგრამ ჩემთვის ახლა მაგას მნიშვნელობა მართლა არ აქვს, იმიტომ რომ 1000 ლარის წაგების ხასიათზე ნამდვილად არ ვარ. ახლა ვიმყოფებით გლდანში, 112 ქულას დავამატებთ, კიდევ ძალიან ბევრ ქულას რა. თუ გაგვეჩითება გამომწერით, ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ ამ წვიმაში როგორც ჩვენ დავდივართ, ნამდვილად არავინ არ ივლის რა. ეგ 105 ძმაო, აი ჩვენი 106 თითქმის 1 საათია გასული და მაგრამ მაინტერესებს რუტო რამდენ ქულაზეა ასული. მანამდე კი გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო აუცილებლად. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 11, 12, 13, 113, რას უღებს? რას უღებს, მაო, აუნა გადამღები მყავს მარტო გოგოებს უყურებს. 20, 21, 121 ქულა და 9, 129 ქულა. გამომწერი არ შემოხვედი და რაც რა უნდა უცნაური იყოს. აი, ვეთათუნები ლურჯ მანქანას. რას ნიშნავს რომ მოვეთათუნე? 113 ქულა. ვა, ბიჭო, თან ცივა და პახუდ სიცივის გარდა სველი ვარ უკვე. ვაიმე, დაგეხაბეთ ბელწაგებული ხარ, უეჭაველი ხარ. პირველად ვიგებ მე მგონი 1000 ლარს, ბიჭო. ეს ტაქსის მანქანა +3 ქულა. ой, აქედან რატო გავდივარ, ვითომ აქედან გავდივარ. ვითომ აქედან გავედი და აგერ თან შევეხე. კაროჩე კიდე 3 ქულა დევიადე და კიდე ერთ ლურჯ მანქანას უნდა შევეხო რა. აგერ ლურჯი ტესლა არის, ბრატ. შევეხე. აი, მოიცა 1, 2, 3. აღარ ვიცი რამდენი ვიშოვე ძმაო, მართლა აღარ ვიცი. ეხა მივდივართ საგამოცდო ცენტრში, ვცდები მაქსიმალურად რომ იქ მყოფი პოლიციის თანამშრომელი ან ვინც არის ეხა დაცვაში, ხო რომ მომცეს საშუალება რომ უბრალოდ მანქანებს შევეხო. 1, 2, 3, 4. ვა 14 მანქანა 42 42 პლუს 155 187 ეს იყო ჩემგან გენიალური სვა. მადლობა უღმეს საქართველოს პოლიციას რომ მომცა შანსი რომ ამდენ მანქანას შევხებოდი. უეჭველი ბედბელამ წააგო უკვე ღა დაუბძმა. რამდენზე ვარ აღარც ვიცი ბიჭო. აქ რომ მოვედი 112 იყო. ეს დასათვლელია მე მონტაჟის დროს, მაგრამ აშკარად ძალიან ბევრი არის რა. ეს ყველაზე მარტივი 1000 ლარია მე მგონი ძმა რაც კი მიშოვე. იმდენად ვარ დარწმუნებული ჩემს მოგებაში ახლა უკვე ქულებში არ გვიჭირს რომ ძალიან მინდა რაღაცა სათამაშო მინდა მოცა მინდა მოცა ბიჭი შენი ვაიმე მოვიგე სათამაშო მოვიგე ძმო ლარა სათამაშო მოვიგე ადაო მართლა მოვიგე და ჩემია მანქანების ბაზრობაზე მოვედით ეს ერთი ლურჯი მანქანა ოღონდ მუქი ლურჯია ბათუმში ვისაც მანქანების ყიდვა გსურთ შეგიძლიათ მობრძანდეთ და ესენი სულ ყველა ჩემი ეს 190 ჩემი 95 16 მიდი რა გაწურე კიდე 3 მანქანას მინდა რა ტაქსი შეხე ტაქსის მანქანა 3 ქულა ბიჭო რატო არ ვიფიქრე აგერს 200 მოკლედ 3 საათი გავიდა 3 საათში შევძელით რომ 200 ქულა დაგვეგროვებინა ამ ეტაპზე არ ვიცი რუტო რამდენ ქულაზეა მაგრამ წარმატებებს უსურვებ ვფიქრობ რომ 200 ვერ გადაახტება თუ რაიმე ჩიტ კოდი არ ნახა მოკლედ მეგობრებო ამ თბილისის ფონზე ამ ლამაზ ხედზე უნდა გავიგოთ მოვიგე მე თუ არა 1000 ლარის მოგების სუნი და გემო მეგზნო ამ ლამაზ ფონზე რა დაურეკოთ გესმის ბებელ რამდენზე ვარ ბიჭო მოდი ჯერ შენ თქვი ძმა ბიჭო მე 60 ვერ გავწდი რა ბიჭო მე ძმაო მე ცოტა მეტი ბრატ 150-მდე უეჭველი ვარ მართლა კი მიგია 200 იმენა მრგვალი 200 ქულა მაქვს ბრატ კაი შანსია რა ძმა ის 200 ეუნები იმენა მრგვალი 200 ქულა ჩემ შანსია რა ძმა არა ბიჭო არა ამი რანაირად არ ვიცი მაგრამ საქართველო გააქვს ეგეც კარგად შეძელი ყოჩა აუ კაროჩი არ ვიცი ძმა ყოჩა ბრატ ყველაფერი წავაგე ბრატ ვაფშე რა ჩელენჯებიც კი იყო ყველაფერი წავაგე ბრატ რავი რა გითხრა ბიჭო სხარტი არ ხარ ხვდები ცოტა სხარტი უნდა ის თბილისი დიდია და შეიძლება მაგის გამოს კი უეჭველი ბრატ ეგრე არის კაი ძმა შეგეხმიანები ბრატ დავაი ხარაშო ბრატ ხარაშო
მოგწერ პირას. დავაი ბრატ. საბედნიეროდ გავიმარჯვეთ, რუტომ სამწუხაროდ ვერ მოაგროვა 200-ზე მეტი ქულა, მაგრამ კარგ საქმესაც გავაკეთებთ. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. ეს იქნება ძალიან აი ესე ამხელა мотиваცია ჩემთვის. ამიტომ ავიყვანოთ ეს ვიდეო 2000 ლაიქზე და შემდეგი ეპიზოდი გამოვა ზიპოსთან ერთად. Ciao bambinos.